ოკეი, ანუ ეხლა უნდა აღვადგინოთ ბაზა ამ მიგრაციების საშუალებით, ხო? მოდი ეს პროექტი შევიტანოთ Sublime-ში. და გვერდება ესე იგი აი ამ მიგრაციების უნდა გამოვიყენოთ აი ეს მიგრაციები, რომელიც შექმნის მხოლოდ თეიბლებს, ანუ ჩანაწერების გაკეთება მაინც ხელით მოგვიწევს, მაგრამ ეგ პრობლემა არ არის. თავარია რომ სტრუქტურა შენახულია. სადო თავა პირდაპირ გაშვება, მოდი, იმიტომ რომ პროექტი გვაქვს უკვე პრინციპში აქვს. და გვერდება ტერმინალი, რა თქმა უნდა. გვერდება ტერმინალი, გადავიდეთ ამ ბლოგის მისამართზე, ბლოგის ფოლდერში ტერმინალიდან. CD ბრძანებით და ვცადოთ ნახოთ artisan თუ გვაქვს. artisan გვაქვს და დასწრებთ აქ, ესე იგი PHP artisan migrate, ხო? migrate. artisan-ი გვეუბნება, რომ წარმატებით შეასრულა ყველაფერი, ვნახოთ ახალია თუ არა. ოკეი. ანუ ჩანაწერები ანუ წვრილი შეიქმნა ხო სტრუქტურა იგივე. ეხლა ვნახოთ ეს ლინკი თუ მუშაობს, შემდეგ ლინკი თუ მუშაობს. სავარაუდოდ აქ ხა ის პრობლემაა, რომ ჩანაწერი არ გვაქვს, რასაც არ მომწონს. მოდი ჩანაწერი გავაკეთოთ. user ID კონდეს აქ. შექმნის დრო და განახლებით დრო ხელით გავუწეროთ დროებით. მეორე ჩანაწერიც გავაკეთოთ, მოდი. აქაც იგივე user-ი იყოს. რაღაცა გავაკეთოთ. კაია, ორი ჩანაწერი გვაქვს უკვე და article 2-ზე შევიდეთ. მაინც არ მუშაობს. საოცრებია. ნახოთ რა ხდება რაუტერში. შევდივართ app http და route ფაილში და აქ ვიწერია ესეთი რაღაცა, რომ ესე იგი article/რაღაც რიცხვზე რომ შევალთ, ხო? უნდა გამოვიდეს შესაბამისი article. მოდი, აი ეს დროებით დავაკომენტაროთ და უბრალოდ რაღაც ტექსტი დავბეჭდოთ. კაი, ესე იგი პრობლემა გვაქვს ქვედა ხაზში, ხო? აქ სავარაუდოდ პრობლემა არის არაუშუალოდ აი ამ ხაზში. არამედ იმაში, რომ შემდეგ აი ამ view ფაილებში, რომლებიც არის, ესე იგი, resources views ფაილებში, ხო? აი ამ ფაილებში გვიწერია ესეთი რაღაცა. აქ გვაქვს article არა, ბოდიში. ჩვენ გვინდა single blade PHP. აი აქ ვიძახებთ article comments ეს ხო არის, ესე იგი, ამ მოდელის ობიექტი, ეს article ცვლადი და ვიძახებთ ამ შემთხვევაში ინფორმაციას comments table-დან და ეჭვმაქ რომ აი ამის შესაბამის ჩანაწერებს ახალმოყოლობს, მაგიტო გამოდის შეცდომა. მოდი რამდენიმე კომენტარი დავამატოთ ორი article-ის ID-ით და თუ მაგან უშველა ძალიან კარგი. ესე იგი, აი article ID-ის გასწვრივ წერ ორიანს, იმიტომ რომ ეს არის article-ის ID, რომელზეც შევდივარ, user ID იყოს ნებისმიერი რაღაცა და ტექსტიც. comment text. ნახოთ ახლა რა ხდება.
საინტერესო არ ხდება ხა აქ. ანუ ეს ინფორმაცია დავასრულებთ იქ? კი, ეს ინფორმაცია კი, შენახულია იქ კომენტარებში არის უკვე ჩანაწერი. article-ის ID ორიანია. მოდი აბა აი საერთოდ ამას წავუშვით, დროებით და ეს პრობლემა არ არის. ძალიან მომეცან. აი შეცდომები რო არ გამოდის, ეგეც საერთო ის არის, რატო არ იმუშავა. მე მგონი ვიცი რა პრობლემაც არის. აქ არის ესე იგი ჩვენ თავიდან ინსტალაციის დროს რომ ნახეთ აი ამ ფოლდერებს ჭირდება რომ კონდეს შესაბამისი permission-ი ანუ 777-ზე ანუ აქ აი storage-ის შიგნით და ესე იგი vendor ანუ აი bootstrap cache ფაილის შიგნით უნდა იყოს bootstrap cache folders უნდა კონდეს თქმა რომ ასე იგი Laravel ჩაწერა შეიძლება. Windows-ზე ცეგრია, კი, Windows-ზე ცეგრია. უბრალოდ Windows-ზე სავარაუდოდ ინსტალაციის დროს თვითონ მიანიჭა ეგ permission-ები, იმიტომ რომ ინსტალაციის დროს ეგეთი რაღაცა არ გამიკეთებია იქ. თორე რეალურად ჩაწერის უფლება ჭირდება Windows-ზე. Get info. აი read only აქ და აქ უნდა კონდეს ესე იგი ანუ read and write უფლება რა, read and write. რეალურად თუ ამას სერვერზე აკეთებთ, სავარაუდოდ FTP პროგრამით გააკეთებთ, ანუ FTP პროგრამას თვითონ აქ ჩმოდი ქვია, ანუ უნდა ჩმოდი შეუცვალოთ და დაუყენოთ 777-ზე და მოუნიშნოთ, რომ რეკურსიულად ყველა შიდა ფოლდერს, რაც ამ ფოლდერში შეგინთ არის, ყველას კონდეს იგივე ჩმოდი, ასე ვთქვათ რა, ეგეთი სახელი ქვია. აქაც იგივე უნდა გავაკეთოთ. Right. კი, ეხა უკვე მუშაობს. კიდე ერთი პრობლემა გვაქვს ეხა ჩვენ აქ წინაზე header ფაილში CSS ფაილები და JavaScript ფაილები ჩავტვირთეთ არასწორად როგორც მახსოვს, სად არის header-ი აი main blade PHP-ში აქ გვიწერია ესეთი რაღაცა localhost-ი დავტვირთავთ. რეალურად ეს ფაილები ეს ფაილები აქ არ გვექნება. Public-ში უნდა იყოს, კი. მოდი ამ თემას ახლიდან გადმოვწერ. აი ეს რამდენიმე ფაილი გვჭირდება ახლა ჩვენ bootstrap min.css-ი, blog home css და JavaScript-ის ფაილი იქნება ქვემოთ jQuery და bootstrap min.css. და ეგ შეგვიძლია გადმოვწეროთ პირდაპირ ამ კედან. აი ეს არის მთლიანი source-ი და ესე იგი გვჭირდება CSS ფაილებიდან. მოდი ყველაფერს წავიღებ აქ რაც არის CSS მთლიანად. პრინციპში CSS-საც წავიღებ, font-საც წავიღებ და JavaScript-საც წავიღებ. დავაკოპირებ და ამას გადავიტან უკვე ჩვენ ბლოგის პროექტში. ოღონდ შემთხვევაში იქნება ანუ ეს ყველაფერი უნდა ჩავსვათ public საქაღალდეში, აი ამ ადგილას. ნუ შეგინთ შეგვიძლია რა დირექტორიაც გვინდა ის შევქმნათ, მაგალითად CSS ფაილები გქონდეს CSS დირექტორიის შიგნით
დალაგებული რო იყოს ფონტები, ფონტს დირექტორიაში იქნის JavaScript-ები, JS-ი დავარქვათ და იქ იყოს თავმოყრილი. და ჩვენ გვაქვს აქ ესეთი helper მეთოდები, არავის დოკუმენტაციაში რო შევიხედოთ. Public ქვედატირე URL უნდა იყოს, სწორად მახსოვს. Sorry. Public asset-ებია, public URL-ი არის, რომელიც public აღავლიდან თვითონ ეგრე მახსოვს ახლა. აი helper-ებში არის ეგ და public pass არის, აი ეს, რომელიც აბრუნებს მისამართს, ესე იგი აი ამ public folder-ამდე. Public ვისაც გიუშვა. ასეთ ტიპში ეგეც იგივეა მე მგონი. ხო, იგივეა. helper-ები. აი ესეთი ეს და იგივეა პრინციპში. ესეთ. და შემთხვევაში პირდაპირ Blade-დან შეგვიძლია ეს ფუნქცია გამოვიძახოთ, გლობალური ფუნქცია არის და ლინკს ექნება შემდეგი სახე, აი აქ. მოდი დავტოვებ აი ამ CSS bootstrap ნაწილს მხოლოდ და დავწერთ ესეთ რაღაცას. ანუ ვიყენებთ ესეთ ფრჩხილებს ისევ და წერთ ესეთ და პარამეტრად გადაეცემა მხოლოდ ის ნაწილი, რაც ანუ ესეთის მერე მოდის. აი, მოდი ეს ვნახოთ რა ლინკს დააბრუნებს ჯერ. ესე იგი, page source-ი რომ ვნახოთ, აი მე გადავეცი ესეთი რაღაცა, მხოლოდ CSS bootstrap CSS-ი მონიშნული რაც არის ეს ნაწილი და public საქაღალდემდე მისამართი თვითონ ამ ესეთ folder-მა დააბრუნა, ხო? ანუ ესე იგი პარამეტრად რასაც გადავცემ, აი ამ ესეთ ფუნქციას, ის ეწევება public საქაღალდემდე, ან public საქაღალდის ჩათვლით ლინკი რაც არის, მაგ ლინკს ეწევება და საბოლოო ჯამში მთლიანი მისამართი გამოდის აი ამ გადაცემული რესურსის. მეთქვით ხო რა პრინციპით მუშაობს? იგივე რაღაცას გავაკეთებთ ახლა დანარჩენი ესეტებისთვის რაც გვაქვს. მოდი ესე დავაკოპირებ. ეს მთლიანად აღარ გვჭირდება ეს ნაწილი და აი CSS blog CSS უწერ. ანუ ვინმე ვერ გაიგო ეხლა რა გავაკეთე? და რატო წერე ესე და არა მთლიან links? ანუ ვთქვით იმ საქაღალდეს რომელსაც არის, ხო? ეს ფუნქცია აბრუნებს, ხო, ეს ფუნქცია აბრუნებს public საქაღალდემდე მისამართი რაც არის. აი ამას. ესეც რაღაც. და რასაც გადასცემ პარამეტრად, იმას უბრალოდ აწერებს რა strings, ანუ ორი string-ის გადაბმა გამოდის ერთმანეთს. იგივე რაღაც გვინდა, ესე იგი მე მგონი ორი JavaScript-ი გვაქვს მხოლოდ კიდე ქვემოთ. jQuery. jQuery პრინციპში გარედან შეგვიძლია ჩავწეროთ, მაგრამ ახლა ამას მოყვება იყოს ესე. და რატო არ შეგვიძლია? ხო, აქ კიდე bootstrap-ში. აი, რაღაცას დაიმსგავსა მე მგონი, ოღონდ ჩვენ სავარაუდოდ არასწორი თემა გადმოვწერთ. არასწორი თემა გადმოვწერთ. Sidebar-ის გაქრა უბრალოდ ეგ არის გასაკვირი. Sidebar-ი ქვემოთ არის ჩაკავებული. აქ მე მგონი მეტი CSS-ი აღარ არის. ორი CSS-ი არის და ორი JavaScript-ი არის. აი, sidebar თუ დაგვჭირდება დროებით, აი ქვემოთ არის sidebar და რატომღაც ჩამოვარდნილია. თუ მივაგენით მე გავასწორებ თუ არა და იყოს ეს. არის? ხო, არა, ანუ ზუსტად დროებით და კარგო არის ეს.
კაი, ჩვენ წინა ლექციაზე გავჩერდით, მე მგონი კომენტარის ნაწილზე, კომენტარის დამატებას ვაპირებდით. როგორც მახსოვს, აქ კომენტარებიც არ გვაქვს? ეს რაღაც არასწორი დიზაინია. კომენტარები გქონდა აქ, როგორც მახსოვს. აი. ეს გადმოვწერეთ, ხო? გადმოვწერეთ. დევა ამის გადმოვწერეთ. კონიო შუაში ექნება კომპონენტი. ამის CSS-ები გადავაწეროთ, სწორია. კონიო ეს იყო აქეთ. ეს ადგილი იყო აქეთ. და ეგ იყო კომპონენტი. მაგრამ HTML-ი არ შეგვიძლია ეს კომპონენტი სადღაც. ეხა მობაილზე ხო არა ჩატვირთული. გადდებული გაქვს. ლემონს ხომ გადდებული. გადდებული რო არის, უბრალოდ ერთ ცოტათ გადადის თავისით, მეგონა ჩამოვაბინე. ბაგი მეგონა და ფიჩერი ყოფილა. კაი, კომენტარები რო არ ჩანს, ეგ მაინც პრობლემა არის. კომენტარები იმიტომ არ ჩანს, რომ ეს დავა კომენტარი მაშინ. ოკეი, მე მგონი ყველაფერი რიგზეა. ცოტა რომ დავაპატარავ და ესე რომ იყოს ჩანს ხო მაინც არა. მე მგონი ის ჯობია. ესე იგი, ჩვენ გვინდა ახლა აქ დავამატოთ კომენტარის დასამატებელი ბოქსი და გავუშვათ სერვერზე ეგ ინფორმაცია და შევინახოთ, გავუკეთოთ ვალიდაციაც. და რა თქმა უნდა, მე ეგ ინფორმაცია ისევ გამოვიტანოთ პოსტის ქვემოთ. მოდი ისევ ამ დიზაინერს დავესესხოთ კომენტარის დასამატებელი დიზაინი ბევრი ვარ უწევთ მაგაზე. აი, ამ დიზაინზეა საუბარი და რამდენიმე ველი დავამატოთ, მაგალითად, აი WordPress-ს აქვს, სახელს გაწერინებს და email-ს გაწერინებს, როდესაც ავტორიზაცია არის საიტზე გავლილი. ლევან შოკი არ ვიყო. არის საიტი. შეხედე რა სილამაზე. და პირდაპირ აქედან დავაკოპირებ. element გვინდა. და ამას ვსვავთ, ესე იგი, იქ სადაც ერთი კონკრეტული პოსტი გამოდის ვიზუალურად, ხო, ეგ ხდება single PHP-ში და ჩავსვათ, ესე იგი, აი კომენტარების სია სადაც არის, იმის ზემოთ, ან კომენტარების სია აი ამ კოდით გამოდის და მაგის ზემოთ ჩავსვათ. აი ესეთნაირად. ეს რა? და მოგაცემთ. ჯოსეთ რაღაც არ მინახია ასე. ესე იგი, აი ამ ფორმით უნდა კი, აი აქედან ვაკოპირებთ. აქ იპოვე, ესე იგი, რომ გარეთ ადივი რაც არის, რომლის მთლიანი დაკოპირებაც გინდა და copy elements რომელიც მთლიანად მიდის, ასე ვთქვათ, მთლიანი HTML-ი რაც ამ შიგნითა. კი, ეს მთლიანად bootstrap-ის HTML-ია, ან bootstrap-თან თავსებადია და bootstrap-ი ავტომატურად არენდერებს, ასე ვთქვათ, მაგ დიზაინს. კაი, ესე იგი, ჩვენ გვინდა ესეთი რაღაც, ანუ უნდა შევქმნათ რაღაც ლინკი, რომელიც მიიღებს აი ამ ფორმიდან გაგზავნილ ინფორმაციას, გაუკეთებს ვალიდაციას, ჩაწერს ბაზაში თუ ვალიდაციას გაივლის და გადმოამისამართებს უკან. თუ ვალიდაციას ვერ გაივლის, უნდა დავაბრუნოთ უკან იმ error message-ებით, ანუ რა კონკრეტული ვალიდაციაც ვერ გაიარა ამ შევსებულმა ფორმამ. ჯერ მოდი აი აქ დავამატოთ სახელის და email-ის ველი. ამისთვის bootstrap-ის
სტანდარტებს რო დავემორჩილოთ, გამოვიყენოთ ეს რაღაცა. თითოეული ველი, ანუ თავის სახელიან input-იანად ჯდება ამ შემთხვევაში form group class-ში. ესეთი div გვჭირდება. და აქ გვაქვს label tag-ი. სადაც დავწერთ მაგალითად first names. ეს ხო იგივე ის არის, რაცა რამდენი ველიც გაქვს ფორმაში, იმდენი form group-ი გექნება, რომ bootstrap-მა ლამაზად გამოაჩინოს. ეს უბრალოდ bootstrap-ის ის არის, bootstrap-ს ვარიყენებ, რა თქმა უნდა, ესე გაკეთება არ არის. აზერბაიჯანული დომენის დავარეგისტრირე არის. გვჭირდება tape attribute-ი, გვჭირდება name-ი. $300 costs. Agrees mafia. იმ დღეს ეძებდა მაგნეტოზე დეველოპერს კიდე. მაგნეტო არა, მაგენტო არის. Modex. და ეს input-ი, ანუ ლამაზად რო გამოჩნდეს, კიდე უნდა მივცეთ აი ამას ესეთ კლასი საქმეებში form control key-ა. და გამოჩნდება ესეთი bootstrap-ის სტილში. იგივე ნაირად ესე იგი გვჭირდება email-ის დამატება. და მხოლოდ email attribute, name attribute შევცვლი აქ. მაგრამ ამასაც ვაკოთ message. email-ი მიდის ბაზარში, ხო? ნუ უნდა წავიდეთ მაგას უნდა გავაკეთოთ ბაზარში სპეციალური ველი. ეს ველები გვაქვს უკვე. ველები გვაქვს. აი ეს შევცვალე. აქ ოკნათ email-ის input-ის კი, ეგეც შეიძლება, უბრალოდ თვითონ ბრაუზერი აღარ ჩაგვეწერდნებს არასწორად და Laravel-ის ვალიდაცია რო გავტესტოთ, არასწორადაც სპეციალურად ჩავწეროთ ჯობია. თორე ისე ზოგადად სწორია კი აქ რო mail გავუწეროთ. ძველ ბრაუზერებში არ გაატარებს და თვითონ ბრაუზერი გეტყვის, რომ არასწორად mail გიწერია, ახალი ბრაუზერები ხდება მაგას რა. ნუ ეს 100% სანდო მაინც არ არის, იმიტომ რომ ტიპი რო შევიდეს და აქ ხელით შეცვალოს inspect element-იდან ეგ ატრიბუტი, მე უკვე შეიძლება ხოლმე ამ ბრაუზერი მხარეზე ვალიდაცია 100% სანდო არ არის, ყველა ვარიანტში სერვერზეც უნდა გაატარო იგივე ვალიდაცია. და კიდე ამ სერვერზე შეიძლება ბევრი ისეთი ვალიდაცია გინდოდეს, ეს მხარდაჭერაც ბრაუზერს ეგრე მარტივად არ აქვს. ამასაც მივცეთ სახელი, კომენტი დავაქვათ. და მოდი HTML-ის ნაწილი რომ მოვჩეთ, მაგრამ action attribute-ს გავუწეროთ. Action-ი გაგახსენებთ, თუ არის, ესე იგი, მისამართი, სად უნდა გაიგზავნოს ფორმატ და რეფრეშების სამიზე დაჭერის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში აქაც glade-ის სინტაქსს ვიყენებთ და გვჭირდება URL ფუნქციის გამოყენება, რომელიც უკვე უშუალოდ Laravel-ის აპლიკაციამდე ლინკს აბრუნებს, არა public folder-ამდე, არამედ Laravel-ის უშუალოდ ამ შემთხვევაში ამას უნდა დავამატოთ route-ის სახელი, რასაც შემდეგ აი ამ routes ფაილებში დავამატებთ. მაგალითად, აქ რო შევქმნათ ახლა ესეთი route. იყოს მაგალითად post-ი, get-ი ამ შემთხვევაში და აქ კონდეს comment or create. თორეში რაღაც ფუნქცია შესრულდება და აი ეს comment create უნდა გადავწეთ. create უნდა გადავწეთ ჩვენს URL მეთოდს.
და დაგენერირებული ლინკიც რომ ნახოთ. აი, კლიენტად საბოლოო ჯამში იგივე პრინციპით მუშაობს ზუსტად, უბრალოდ დააგენერირა, ასე ვთქვათ, роуტერის მისამართი და არა რაღაც კონკრეტული ესეთ ფაილი. ამ მისამართზე ესე ვერ შევალთ, იმიტომ რომ ვიწერია, რომ post მეთოდით უნდა იმუშაობდეს მხოლოდ, აი роуტერებზე გაგახსენებთ, რომ ეს არის ის მეთოდი, რა მეთოდითაც მოთხოვნა უნდა სრულდებოდეს, სხვა ტიპის მოთხოვნებისთვის ეს ლინკი არ არსებობს, ანუ დაახლოებით იგივე რაღაც მოხდება, აქ რო საერთოდ სხვა სახელი ჩაწერა, ხო, ანუ ამ роуტერს არ დაემთხვევა. იგივე პრინციპით, ანუ post მეთოდით რომ მომართოთ აი ამ მისამართს, ეს роутერი არ იმუშავებს. ნუ გვაქვს any მეთოდი, რომელიც ნებისმიერ ტიპის მოთხოვნას უპასუხებს. ანუ post-საც უპასუხებს, get-საც უპასუხებს, ნუ დროებით შეგვიძლია პრინციპში ესეც გამოვიყენოთ any. ამ შემთხვევაში ეს გაიხსნება, მაგრამ ცალკე ლინკით. საით გავაკეთებთ, იმან რომ თავისუფლად დათვალიეროს და ამ კოდებში არის გამოდებული. სამართავი პანელი, ну, რავი, იქაც ამ კოდის დაწერა მაინც დაგჭირდება შენ პროგრამის უბრალოდ. ანუ ამას რომ დავამთავრებ, მაგალითად, აი ესეა. პოსტის გამოქვეყნება. ხო. სამართავი პანელიდან? ანუ როგორ ვაკეთებ ამას? როგორც ამას ვაკეთებთ, იგივენაირად ვაკეთებთ. პრინციპი იგივეა აბსოლუტურად, იქაც გაქვს რაღაც ფორმა, ოღონდ სხვა დიზაინში, სიტყვაზე უფრო მარტივი, ხო? თუ გვექნება დრო გავიაროთ, კი, გავიაროთ. გვაქვს კიდე ერთი ლექცია გვაქვს დარჩენილი და ამიტომ. პრინციპი არის აბსოლუტურად იგივე. აბსოლუტურად იგივე პრინციპია, უბრალოდ იქაც გაქვს ჩვეულებრივი ფორმა, იქაც ავსებ რაღაც ველებს, სადმიწე დაწერის დროს იგივე article table-ში აკეთებ ჩანაწერს ჩვეულებრივად, არაფერი განსხვავება არ არის. უბრალოდ შემდეგ უკვე კლიენტი ხედავს მაგას ავტომატურად, იმიტომ რომ შენც იგივე article table-დან მოგაქვს მე ინფორმაცია კლიენტის ხარეს, ანუ ამ ორი იმის დაკავშირება ავტომატურად ხდება, იმიტომ რომ ერთი შეხო WordPress-ზე მუშაობდი. კი, აი WordPress როგორც აქ, აი იმ სიტყვას რომ გააბოლდებ, აქ ციტატას გამოიტან, აი ეს ამაზე გეკითხე. შენ ვიზუალური რედაქტორი. ხო, შიგნიდან როგორ მუშაობს? ხელს უნდა შექმნე ხა. მაგაზე არსებობს მზა პლაგინები, რომელიც ჩვეულებრივ ტექსტარიას, აი აქ რაც გვაქვს ჩასმული. ჩვეულებრივ ტექსტარიას გადააქცევს აი ვიზუალურ რედაქტორად. ჩვეულებრივ jQuery-ის პლაგინს როგორც იძახებ. დაახლოებით ეგეთი რაღაცა, აი მაგალითად ყველაზე მობილი ის არის CK ედიტორი, ესეთი ედიტორია. ამის უკან არის რეალურად კოდის დონეზე რეალურად ჩვეულებრივი ტექსტარია არის, უბრალოდ ერთი კოდის ფუნქციის გამოძახებით. რა თქმა უნდა, როცა ამ JavaScript-ს ჩატვირთავ, რაც ამ პლაგინს მოყვება, ეს ტექსტარია გადაიქცევა ესეთ ვიზუალურ რედაქტორად, ფაქტიურად Word-ის გავსი რაღაცა არის, ყველაფერი შეიძლება გაბოლდება. ამ შემდეგ და აქ რო სამი დღილაკი გექნება, ეს ყველაფერი ეს კოდი რეალურად უკან HTML-ის დონეზე form tag-ში ზის ჩვეულებრივად და სამი დღილაკს რო დააწვევი, აქედანაც მოგდის ჩვეულებრივი HTML-ი, ანუ ტექსტი მოგდის, რაც უკვე ბაზაში უბრალოდ ჩაინსერტო, მეტი არაფერი არ მაგაკეთო. ანუ ეს არის აი როგორ კოდის დონეზე ტექნიკური კუთხით რომ მივიდო, ჩვეულებრივი ტექსტარია გაქვს, არაფერი განსხვავება არ არის მეტი. და ეს ტექსტარიიდან მოსული ინფორმაცია უნდა შეინახო ბაზაში. უბრალოდ ეს ტექსტარიიდან მოსული ინფორმაცია არის არაჩვეულებრივი ტექსტი, არამედ HTML-ი, მაგრამ შენთვის ეგ არაფერს არ თვლის რეალურად. ჩვეულებრივი ინსერტს აკეთებ მაინც. თვითონ ამ პლაგინის გამოყენება ძალიან ნამდვილია, უბრალოდ უნდა გადმოწერო აი აქედან. ეს მოგცემს JavaScript-ის და CSS-ის ფაილებს, როგორც არის bootstrap-ით ჩავტვირთეთ, აი აქაც არის მაგალითი. შეგიძლია პირდაპირ მე მგონი გადმოწერის გარეშეც ჩატვირთო, ხო, აი რაღაც უკვე ატვირთულია რაღაც სერვერზე. და აი სადაც და მე თავარ იმას რასთან დავკავშირებ. უბრალოდ ტექსტარია აი მარტივ მაგალითი თუ ნახე ამის გამოყენების აღარ მახსოვს სად არის დემოში რა ხდება. ერთად ხარ თუ რა? ერთად ხართ? ახალ
რაგაცი. აი ეს არის HTML კოდი. ნახე, ამარტივად არის. რეალურად აი ეს არის შენი ფორმა. აქ ტვირთავ იმ JavaScript-ის ფაილს, რომელსაც zip ფაილით გადმოწერ, download-გილა კი რო განახე. და აი ამ JavaScript-ის ჩატვირთვის შემდეგ ნახე აქ რა წერია, ესე იგი ტექსტარია გაქვს, ჩვეულებრივი ტექსტარია ელემენტი გაქვს, რომელსაც აქვს ID editor 1 და აი ამ კოდის გამოძახების შემდეგ ეს შენი ტექსტარია გადაიქცევა ისეთ ვიზუალურ რედაქტორებს, რომელიც არაფერი არ ხდება. აი ესეთი მარტივი მთლიანი გვერდის HTML-ი არის ეს. უბრალოდ უნდა მიანიჭო ტექსტარიას ID და შემდეგ ეგ ID გადასცე CK editor .replace მეთოდს რო გამოიძახებ პარამეტრად როგორც main. ვიზუალურად მიიღებ ეს რაღაც. თუ გინდა უბრალოდ ეს ნაწილი თუ გაინტერესებს, მოდი კომენტარს დავამატოთ მე თუ ადმინკისთვის საკითხი აღარ დაგვრჩა. ეს კომენტარი გავაკეთოთ როგორც ვიზუალური რედაქტორი და ვითომ მოხმარებას შეუძლია ეგრევე გამოქვეყნო, რავი თუ გაინტერესებს. ეგეც არის ხო? მონახოთ. აი, ესე იგი რას ვაკეთებდით, ხო, ეს უნდა ეს გავგზავნოთ, ეს ფორმა უნდა ესე იგი უკვე ჩვენ რაუტერში. მოდი დავიწყოთ ვალიდაციიდან. ნახა როგორ გავაკეთოთ აი ამ ფორმის ვალიდაცია. პირველ რიგში ჯერ რაღაცის ვალიდაცია რო გავაკეთოთ, უნდა მივიღოთ ეს ინფორმაცია, ხო, ანუ რის ვალიდაციაც უნდა გავაკეთოთ. გაგახსენებთ ამას, რომ Laravel-ს ავტომატურად აქვს ესე request კლასი, რომელიც პირდაპირ შეგვიძლია დავაინჯექშენოთ ჩვენ რაუტერში, იქნება თუ კონტროლერში იქნება, ეს არის აი ამ request კლასზეა საუბარი, რომელიც პირდაპირ შეგვიძლია პარამეტრად გადავცეთ, ანუ უთხრათ ჩვენ ფუნქციას, რომ გვჭირდება request კლასის ობიექტი, რომელსაც მივიღებთ რაიმე ფლატში, ნუ დავარქვათ ამ ფლატსაც ისევ request-ი და აი ამ ფლატში, როდესაც ეს რაუტერი გამოიძახება, ესე იგი ამ ფლატში მოგვივა ინფორმაცია, ყველა ინფორმაცია ამ მიმდინარე request-ის შესახებ. მათ შორის იმ ფორმის ინფორმაციაც, რაც ამ request-ს მოყვება, ხო, ანუ როცა ფორმა დასაბმიტდება, გადმოვალთ აი ამ რაუტერზე და ამ ფლატში მივიღებთ ინფორმაციას, რასაც მომხმარებელი შეავსებს ფორმაში. ამ შემთხვევაში მიიღებ ობიექტის სახით, მასივად პირდაპირ არ მიიღებ. ეს ობიექტი ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია გადავცეთ ვალიდაციის კლასს, რომელსაც ქვია validation. აუდენ საკუთრით არ უნდა იყოს. და სინტაქსი არის ძალიან მარტივი. აი ესეთი რაღაცის დაწერა გვჭირდება მხოლოდ, ანუ ვიძახებთ ერთი წამი თვითონ request-ში რა დავწერებ ისინი. რა სხვა. ფოტოში გვჭირდება ფუნქციის გამოყენება. აი ესეთი რაღაცის გამოყენება გვჭირდება validator make. გადავცემთ request all-ი აქვს გვჭირდება ამ შემთხვევაში ეს request-ი შიგნით აქ სავარაუდოდ შეცდომაა დოკუმენტაციაში, იმიტომ რომ request ცვლადის შიგნით all მეთოდი საერთოდ არ არსებობს. აი ეს კოდი შეცდომას ამოვიდეს, რატო წერია აქ ვერ მივხვდი. ესეთი მეთოდი request ობიექტში არ არსებობს საერთოდ. და შემდეგ გვჭირდება ეს პირდაპირ, ნუ ეს ისეთ ობიექტს აბრუნებს, რომელიც ამ ვალიდაციის კლასმა უკვე იცის რა ტიპის ობიექტია და როგორ უნდა იყოს აქედან ინფორმაცია. მეორე პარამეტრად გადაეცემა მასივი, სადაც აღწერილია რომელი ესე იგი კონკრეტული input-ი, ანუ აღწერია key ამ შემთხვევაში ამ მასივის key არის input-ის სახელი, name atribute-ში რაც წერია და მე აქეთ ხარეს არის ანუ მნიშვნელობა, რა შეზღუდვებს უნდა აკმაყოფილებდეს ეს კონკრეტული input-ი. მაგალითად ამ შემთხვევაში გვიწერია, რომ უნდა იყოს email-ის ტიპის აუცილებლად და ეს ნიშნავს ესეთ რაღაცას, რომ უნიკალური უნდა იყოს user-ების table-ში. ანუ ავტომატურად შეამოწმებს არის თუ არა ესეთი ჩანაწერი უკვე user table-ში Laravel. ყველა შესაძლო ესე იგი პარამეტრი, რაც აქ შეიძლება გადავცეთ, ისევ ამავე დოკუმენტაციის გვერდზე არის, რაღაცას უნდა იყოს. აი ეს არის შესაძლო მნიშვნელობების სია. მაგალითად შეგვიძლია შევამოწმოთ არის თუ არა ბულიანი, არის თუ არა მასივი,
არის თუ არა იმეილი, JSON-ი, სწორი JSON string-ი არის თუ არა, მაგაზე შეგვიძლია შევამოწმოთ მინიმალური მნიშვნელობა, მაქსიმალური მნიშვნელობა. ეს პარამეტრები ორი ტიპის არის, ესე იგი ერთი, რომელიც უბრალოდ ანუ ესეთ სტატიკური ფორმით გადაეცემა, ხო, მაგალითად არის თუ არა იმეილი. ანუ წერთ უბრალოდ ესეთი ფორმით, მეცან დავწეროთ. გადავცემთ პირდაპირ requests და მეორე პარამეტრად გადავცემთ massives. ეს რაღაც შედეგს გვიგონებს, ამიტომ ამ ცოტა უნდა შევინახოთ. და აქ გვჭირდება რა ესე იგი, გვაქვს სახელის ველი, რომელიც გვჭირდება რომ აუცილებლად იყოს, ანუ required პარამეტრი არის და გვაქვს ესე იგი ორი ტიპის პარამეტრები, რომელიც ესეთი ფორმით გადაეცემა, ანუ უბრალოდ სავალდებულოა და მორჩა და გვაქვს მეორე ტიპის პარამეტრები, რომელსაც რაღაც მინიშნება ჭირდება, ანუ თავის მხრივ კიდე რაღაც პარამეტრი ჭირდება. მაგალითად, მაქსიმალურ შეზღუდვას როცა უწესებთ, უბრალოდ max რო დავწეროთ, მაქსიმალური რასთან შედარებით. ხომ უთხრათ ამ პარამეტრს. ამიტომ ამ შემთხვევაში ესეთი პარამეტრების მითითება ხდება ესეთი სინტაქსით, ანუ უშუალოდ ამ შეზღუდვის პარამეტრის მითითება ხდება ორი წერტილით და შემდეგ დავუშვათ 100 სიმბოლოზე მეტი რო არ იყოს ესეთი ტიპის შეზღუდვას დავუწესებთ, მაგალითად სახელს ამ შემთხვევაში. იმეილს დავუწესოთ, რომ ესეც სავალდებულო იყოს. პროსტად required იყოს. და აუცილებლად უნდა იყოს სწორი იმეილი, ხო? ნებისმიერი რაღაცა string-ი რო ჩაგვიწეროს, ეგ არ უაწყობს. უნდა იყოს საბაჭკის ნიშანი, უნდა იყოს და დომეინის სახით უნდა ბოლოვდებოდეს შემდეგ, ხო? ამიტომ ვაქვს ესეთი იმეილ შეზღუდვა, რომელიც უკეთებს ვალიდაციას არის თუ არა სწორი იმეილი string-ი. და სახელში max 100 დატოვოთ. ნუ მაგალითად, უბრალოდ რა სახელში ველში 100 სიმბოლოზე მეტს უჩაწერს, სახელი მეტი რა უნდა იყოს 100 სიმბოლოზე მეტი, ხო? ესე იგი რაღაცას საიდანაც აკოპირებს სავარაუდოდ რაღაცას მაგინ. მაგალითად ახლა მივარი 15 სახელი როგორია? პავლე ახლა ხარ? 15 სახელი, აი 100 სიმბოლო, აი 200 სიმბოლო იყოს, მეტი რა უნდა იყოს. არა, რატო იმაზე არტიკლის სათაურზე. კომენტარის ავტორის სახელზე ვამბობ. სტატიის სახელზე სათაურზე კი არა. აი აქ რასაც წერთ. აქ კომენტარის გამოქვეყნებისას რო რატო ვაძლევთ და ეგრეა საჭირო და იმიტომ. მე ფრონტზე არ გამოჩნდება ლამაზად. არა 200 რატო? იმიტომ რომ 200-ზე მეტი არ გვაწყობს ჩაწერის. 100-ით არ გვაწყობს, 50. აი 50 იყო ჩაწერე მაგალითისთვის გადახეთ უბრალოდ თუ ავწერა თუ არ წერბოზე. აი აქ გვაქვს კიდე არენარება რა. კონტენტი. რაღაცას მართლა გძელი სახელი აქ იქნება რა ვიცი. 200 იმენი აი ნახოთ 3 ხაზი არის 200. მე არა, ეხლა მე დავაჭრდი ეს name სტატიის ხელი ვარ. რამდენი სიმბოლოა ეხლა ეს? საბლაი მიგეთ. 49 სიმბოლოა, აჰა, 50-ზე დავუწესოთ შეიძლება. ეს კაცი ზარეგისტრირდება თუ ცხადია. Space უნდა გაიტრიმოს, ნუ ეგრე არ არის. Space-ებს აღვინა. ცოცხალია? ეს ვინ არის? Hubert Brain Wolfenstein Binding. გერმანელებს მე მგონი სახელს რო წერდნენ კლავიატურას ისინი იყო ჩავარდნი რილაკები. არა, ბებიაქას დაეჭირა კლავიატურას. რესტში გაატარა. აი აჰა. 50-ით გვაქვს. ვინმე თუ მოუხსნის რეკორდს, ეგეც დარეგისტრირდება და და კონტენტი იყოს უბრალოდ required. ეს იყოს უბრალოდ required და მინიმალური შეზღუდვა დაუწესოთ ამას. ნუ დავუშვათ 10 სიმბოლოზე მეტი არ გვინდა რა, რომ მოუხსნას. კონტენტი მინიმალურია, მინიმალური.
მინიმალური. ან 5 სიმბოლოს ვერ გამოაქვეყნოს, მაგრამ მაქსიმალური რაც უნდა ის გამოაქვეყნოს. თქვენი ესე იგი, ეს validator კლასი შეამოწმებს, ესე იგი, ამ მითითებულ ველებში ესე ზღუდვები არ თუ არ დაკმაყოფილებული და აქედან ესე იგი შეგვიძლია გამოვიძახოთ შემდეგ ესეთი რაღაცა, მაგალითად, შევამოწმოთ გადის თუ არა ვალიდაციას ეს კონკრეტული ინფორმაცია, რაც მომხმარებლიდან მოვა. აქ არსებობს ესეთი fails მეთოდი, რომელიც იქნება true იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ერთი შეზღუდვა მაინც არ დაკმაყოფილდა, აქ დავწეროთ validation failed და ერორებიც გამოიტანე. და აქ გვექნება validation success. შევამოწმოთ, ახლა მოდი აქ რა მოხდება. Царიელი ინფორმაცია გავუშვათ. Ups. Там request only on ამაზე გეუბნება validator-ს. არა, თორსა მეუბნეო, მაგრამ ეგრე არის. უნდა გადასცეს. აგერა ჩემი. request all და ის მიეც. ტირე all მიეც. request all და იგივე ფოტოს. როცა აი ეს უნდა გააკეთო, აი ეს. ობიექტი შექმნით. validation-ის ობიექტი შექმნით და მე გავუშვი. აი აქ გამოიძახე რა validation ობიექტი. ეს დაწერე validator და validation. Ei, direct call. მოდი ეს გავაკეთოთ უცბად და აზრი არ აქვს ეს გამოდასწრებულად. ეგრეთ არის this validate. აი მოდი მანამდე შევისწავლოთ ამას უცბად მოვაგებთ და მე გავაკეთოთ. ამ თქვენი შენებით. პირველი, ესე იგი, აი ამ ფორმაზე გვაკლდა მეთოდი, რომ post გაგზავნილიყო, default-ად სტანდარტულად get-ი გზავნება ხოლმე ფორმა, ამიტომ ვერ ხედავთ ამ ინფორმაციას. ერთი მიზეზია. ოკეი. აი ეს დავამატეთ ხოლოდ HTML-ს ნაწილზე მეტი არაფერი შეგვიძლია. კი, ერთი რაღაცა შევცვალეთ კიდე, მაგასაც გეტყვით. route-ში დავამატეთ ესეთი რაღაცა, რომ ესე იგი, აი ეს routeri, ეს კონკრეტული route-ი, გვჭირდება რომ იყოს web middleware-ის, ასე ვთქვათ, შიგნით. ანუ სხვადასხვა ტიპის routeri-ები. ისიც დავამატეთ middleware-ი თუ იყოს. არა, middleware-ი მოყვება Laravel-ს, ეს კონკრეტული middleware-ი. ანუ ესეთი რაღაცა იქნება routeri-ების ჯგუფი. routeri-ების ჯგუფი იქნება შემდეგნაირად, ანუ წერთ ესეთნაირად route, ისე ორი წერტილი group. პირველ პარამეტრად გადაეცემა ჯგუფის შესახებ ინფორმაცია, მეორე პარამეტრად გადაეცემა ფუნქცია, რომელშიც ამ routeri-ების სია უნდა იყოს. ჩვეულებრივად, რასაც გარეთ წერდით, იგივე routeri-ები გადმოვა უბრალოდ time ფუნქციის შიგნით. ფუნქციის შიდა ნაწილი ეგ არის. ამ შემთხვევაში გვჭირდება ჯგუფი, რომელიც შექმნის web middleware-ს, ანუ ეს web middleware-ი Laravel-ს მოყვება და middleware-ი აკეთებს ეს რაღაცას, რომ სანამ request-ი შესრულდება, მანამდე Laravel-ი რაღაც კოდს ასრულებს, ანუ request-ს შუაში არის, ხო, ესე იგი მოთხოვნასა და პასუხს შორის. თვითონ თქვა რა არის
middleware თვითონ როგორ უნდა თქვა ეხლა ხო? 5%. არა ვიცნია მე. არა უხსნიათ. არა უხსნიათ. ამ სკვერჩი რა სიტყვები. ანუ სადღაც შუა ნაწილში სრულდება ხო? სანამ პასუხი დაუბრუნდება მომხმარებელს და ამ შემთხვევაში ეს web middleware ქმნის მაგალითად სესიას, სესიის ნაწილის შექმნას აგვარებს და გვიცავს კიდე ასე ვთქვათ CSRF შეტევისგან CSRF გარედან შეტევისგან CSRF-ისგან გვიცავს. CSRF-ი ნიშნავს ეს რაღაცას, ანუ როდესაც ჩვენ გვაქვს რაიმე ლინკი, მაგალითად ამ შემთხვევაში გვაქვს comment create ლინკი, რომელიც გამოიძახება post მეთოდით, ხო? აუბრუნოთ post-ი. იდეაში შეიძლება მოხდეს ესეთი რაღაცა, რომ ნებისმიერმა მომხმარებელმა ისე რომ საერთოდ არ შემოვიდეს ჩვენ საიტზე, შეგვიძლია post მეთოდით მოგმართოს ამ ლინკზე და გამოგვიგზავნოს ეს ველები თავისი მნიშვნელობებით და გააკეთოს ჩვენთან ჩანაწერი. ანუ თუ CSRF-ისგან დაცვას არ გავაკეთებთ, CSRF დაცვას, არანაირი გარანტია არ გვექნება იმის, რომ ეს მოქმედება რეალურად მართლა ჩვენ საიტზე შემოსული მომხმარებლის მიერ კეთდება. კომენტარის გამოქვეყნება ახლა ბევრი ისეთი ტრაგედია არ იქნება, ისედაც საჯარო ფორმა არის, მაგრამ ისეთი მოქმედებები, რომელიც უკვე ასე ვთქვათ, უფრო მეტად სერიოზულია, მაგალითად ლოგაუთი კეთდება ესეთნაირად საიტიდან, რომ რეალურად რაღაც ფორმას აბიტდება, ხო? ლოგაუტ ღილაკზე დაჭერის დროს, რომელიც რაღაც ლინკზე გადადის და შემდეგ ჩვეულებრივად უკან ბრუნდები. აი ეს ლოგაუტის დაჭერის დროს ეს ფორმა CSRF-ისგან დაცული რო არ იყოს, შეიძლება მე რაღაც საიტზე შევიდე, იმ საიტმა გამოიძახოს რაღაც X საიტზე შევიდე, იმ საიტმა გამოიძახოს სხვა რაღაც Y საიტის ლინკი, რომელზეც ლოგაუთი სრულდება და ანუ ესე იგი X საიტზე შესულით დავლოგაუთდები Y საიტზე. ანუ ან გადავრიცხავ თანხას რაღაც საერთოდ სხვა იმაზე სიტყვაზე თუ თანხის გადარიცხები ხდება ამ საიტზე და ასე რომ ნებისმიერი მოქმედება შეიძლება რომ ჩემაგივრად შეასრულოს. ზოგადად ეგეთი რაღაცა ნიშნავს CSRF-ისგან დაცვა. კაი რომ ვერ გაიგეთ. რაღაცებს ესე წერს. კაი, ეგ შევქმნით და ანუ ამ CSRF-ისგან დაცვა როგორ ხდება? ეხლა კაი, პრობლემა რა არის, გავიგეთ. ანუ მეტნაკლებად და დაცვა როგორ ხდება? ანუ ფორმის შიგნით გენერირდება რაღაც სპეციალური ინფუტი, რომლის მნიშვნელობაც არის რაღაც რენდომად დაგენერირებული სტრინგი, რომელიც მხოლოდ ამ მომხმარებლისთვის გენერირდება და სადაც სერვერზე ინახება. ანუ როდესაც ფორმიდან მოგდის რაიმე ინფორმაცია, შესაბამისად ამ ფორმას მოყვება ეს ინფუტიც, ხო, ეს არის დაშიფრული random string-ი და შესაბამისად ამ მომხმარებელი, ანუ ამ კონკრეტული სესიისთვის დარდება არის თუ არა ეს მოსული ფორმიდან მოსული ეს random string-ი სერვერზე შენახული ინფორმაციის ჩანაწერის ან მნიშვნელობის ტოლი. ანუ ამ random strings უშუალოდ თუ ჩვენ სერვერზე არ შემოვიდა მომხმარებელი და აქედან არ დააკოპირა, ვიღაც გარეშე პირს ეგ არ იცოდინება, ხო? ანუ უშუალოდ გარანტია გვაქვს, რომ საიტზე არის შემოსული ტიპი და ისე ასრულებს მოქმედებას. აი ეგ ამ დამცავი ველის ფორმის შიგნით დამატება ხდება ამ კოდის გამოძახებით. ეს blade სინტაქსია და ესეთი სახელი ქვია CSRF ქვედატირე field და ეს რომ ნახოთ რას აკეთებს ახლა გადავიდეთ ისე ამ კომენტარის HTML-ზე და კაილუს დანებდაც მან დაგხვდება ესეთი რაღაც create არ გვინდა ისე აქ გადმოვიდეთ და inspect element-ით ვნახოთ ფორმის შიგნით რა ხდება აი ამ ფორმის შიგნით გვაქვს ესეთი რაღაცა დააკვირდით ჩვეულებრივი ინფუტია, დამალული ინფუტი, ანუ ეს ვიზუალურად არ ჩანს, სადღაც აი აქ არის. ანუ ამის დამატებით, ხო? ხო, აი CSRF ქვედატირე filter დავამატეთ. სახელი აქვს აი ესეთი რაღაცა, ტოკენი, ქვედატირე ტოკენი და აი ეს არის random string, რომელიც ყოველი ახლა
მე ხო ამ კომპიუტერიდან რომ შევიდე მაქსაიძე ეს რეალურად სხვა რაღაცა იქნება რა. უბრალოდ ეს სესიაში ინახება და ყოველი ასე იგი ამ კომპიუტერიდან შესრულებულ მოთხოვნას ეს ინფორმაცია მიყვება. და მე ხდება სერვერზე ავტომატურად, ლარაველი ამოწმებს მაგას, ყველა ესეთ მოთხოვნას. ხო, ავტომატურად ეს არის თუ არა ის რაც სერვერზე არის შემოხული. გარეშე პირს ეს ვარიანტი არა, ხო ამას ვერ გამოისმენს. ვერანაირად სტრინგის მე მგონი მაგალითმა უფრო ცოტა ნათელი ხარ რაღაცა საუბარი. ოკეი, SCSRF-ით ეს დავამატეთ, ესე იგი ვთქვენოთ და კიდე დავამატეთ რა, ესე იგი და middleware-ში კიდე არის ავტორიზაციაც. middleware-ზე გითხარით. ხო, აი აქ ესე იგი ჩვენ ვიძახებდით არასწორ request class, ჩვენ უნდა შემოვიტანოთ აი ეს request class-ი illuminate http request და უკვე აი ამ request class-ისგან შექმნილი ობიექტიდან უნდა გამოვიძახოთ აი ეს all მეთოდი, რომელიც აი ამ ინფორმაციას, რაც ამ ფორმაში არის, ჩვეულებრივი მასივის სახით გადაქმნის, ჩვეულებრივი ასოცირებული მასივი იქნება, სადაც კი იქნება input-ის name ატრიბუტი რაც არის და მნიშვნელობა, რასაც მოხმარებელი ჩაწერს. და უკვე აი ამის შემდეგ იცის ამ ვალიდატორმა როგორ უნდა დაამუშავოს ეს ინფორმაცია. პირველ პარამეტრად გადაეცემა მასივი ჩვეულებრივი. და აქ ვამოწმებთ, ესე იგი ეს მე მგონი უკვე გავაკეთეთ ლექციაზე. ვალიდატორ აი ამ სლაიდიდან ვიძახებთ fails მეთოდს, რომელიც true საბრუნებს თუ ერთ-ერთი წესი მაინც დაირღვა ვალიდაციის და false საბრუნებს თუ წარმატებულია ეს ვალიდაცია. და ეს რომ ნახოთ, ახლა აქ დაგვიწერს validation failed, იმიტომ რომ არც ერთი ველი არ შევავსოთ. მაგრამ აქ რომ ჩავწეროთ მაქსიმუმ 200 სიმბოლო, ხო, ნებისმიერ რაღაც შემიძლია ჩავწერო იმეილის ფორმით. ან validation fails მაგევრად აი ეს ზოლები რო გავაწითლოთ required ზოლები, ან ის შეტყობინება რო არ გამოიტანოს, ეგრეც ხო შეიძლება. კი, აქ შეგიძლია მაგასაც ნახავთ ახლა, შეგიძლია წამოიქიდან. bootstrap-დან ნახოთ. კი, არა, bootstrap-ი უბრალოდ ვიზუალურად მაგ შეცდომის გამოტანაში გეხმარება, ვიზუალურ მეთოდები ვარ. რეალურად რა წესი დაირღვა bootstrap-მა, არ ვიცი. აქ უნდა ჩავწეროთ მინიმუმ 10 სიმბოლო, ხო, რაღაც სტილს ჩავწეროთ, მოდი. ამ შემთხვევაში validation mains failed. თვითონი content შეიძლება input-ს ქვია, რომელიმეს არასწორი სახელი ვნახოთ. აი აქ გვიწერია comment და არა content. ამ შემთხვევაში წარმოდებით გაიარა ვალიდაცია, ხო? ეხლა აქ გვჭირდება ესეთი რაღაცა, ну success variant-ი, მოდი ჯერჯერობით ესე დავტოვოთ, აქ გაკეთდება ამ ადგილას უკვე ბაზაში ჩანაწერი, იმიტომ რომ მანამდე მოსამზადებელი ეტაპი წარმატებით დასრულდა. ეხლა აქ როგორ უნდა რა უნდა გავაკეთოთ, როცა ხო, ვიზუალურად რო გამოვუტანოთ ჩანაწერი. მოდი ჯერ ესეთი რაღაც გავაკეთოთ, რომ დავაბრუნოთ უკან ამ გვერდზე და ფორმის თავში უჩვენოთ ყველა შეცდომა, რაც დაირღვა ამ ვალიდაციის დროს და ოღონდ ისე, რომ ეს ინფორმაცია არ წაიშალოს. ამ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ ერთი ველი იყოს არასწორი ან რაღაც ერთი სიმბოლო არასწორი და მთლიანად რო გავუსუფთავ და ახლიდან შეავსებინო, აქ შეიძლება რაღაც ვეფშტაუსანი კონდეს ნაწერი და ისიც არ უნდა დაკარგოს, ხო, იმის გამო რომ იმეილი ჩაწერა არასწორად. ეს ხდება შემდეგნაირად, ესე იგი, აქ გვაქვს აქედან პირდაპირ ვიძახებთ redirect მეთოდს. თან redirect მეთოდს ვაძლევთ, ესე იგი, მისამართს, სად უნდა გადავიდეს. შემთხვევაში გვაქვს ვიდეო თუ რაღაცაზე ვამბობთ, მეგო? ხო, old გინდა. მოდი ეს ID დროებით ხელი გავუწეროთ. იდეაში ეს ინფორმაცია ფორმიდან უნდა მივიღოთ, მე ფორმაში გვექნება ეს ID-ც, დროებით ესე დავწეროთ. და ამის შემდეგ ვიძახებთ ორ მეთოდს.
ამ ორ მეთოდს ქვია, ესე იგი, ჩვენ გვინდა with input. ეს with input უზრუნველყოფს იმას, რომ აქ მოსული ინფორმაცია გადამისამართების შემდეგ ისე უკან გაეგზავნოს გვერდს, რომ ანუ არ დაიკარგოს და გვინდა მეორე მეთოდი with errors, რომელსაც გადაეცემა ეს validator ცვლადი და ეს მეთოდი უზრუნველყოფს, რომ ეს ინფორმაცია, რაც ვალიდაციის დროს არ შესულდა, გაიგზავნოს გადამისამართების მერე. ანუ ეს გზავნის ფორმის ინფორმაციას უკან, ეს გზავნის ვალიდაციის დარღვეული, ასე ვთქვათ, წესების შესახებ ინფორმაციას. with errors. კაი, და ეხლა მოდი ჯერ გამოვაჩინოთ ჯერ ნახოთ ეს მუშაობს თუ არა. ბიაში მხოლოდ ეს ველი შევავსოთ. და დანარჩენს არიელ დავტოვოთ. ანუ უკან გადმოგამისამართა, მაგრამ ეს ფორმა წარიელი დაგვხდა, ხო? ამისათვის ვიყენებთ ისევ blade-ის syntax და როგორც ბატონმა ირაკლი გაგვახსენა, აქ გვჭირდება old მეთოდის გამოყენება, ანუ value tag-ში უნდა მივცეთ ესეთი რაღაც ვიძახებთ old ფუნქციას და გადავცემთ ამავე input-ის სახეც პარამეტრით. აქ გვექნება name მაგალითად. ამის შემდეგ გვიწერია. მოდი ხალე ხოლ Minecraft-ზე. ვინ ის? ხო. Argianas მოუბრუნდებით, მოდი აბა იმეილზე გავაკეთოთ. მეთოდს ვაკეთებ. კერე. Old-ი არ გვემორჩილება უთ. ჰა? Old მეთოდი არ გვემორჩილება მეთქი. Old? ძველი? ხოდა. გადა. ბევრი გადარედაქტირება ხო ახლა. არა, ეს საჭმელი ხარ.
აქ გადმოვდივარ და ისე უკან ვაბრუნებ. მე კიდე განადი ხარ მაგრამ. სოწოლამდე გადავდივარ. Direct თვითონ არ აკეთებს. Returns ვაკეთებ თვითონ არ აკეთებს redirect მეგონი თვითონ უნდა აკეთოს. იქ update-ი არის. კიდე store ხო არის რაღაც. კაი, მოდი შეცდომები გამოვიტანოთ. ისიც ამდა? შესვენები ხო არ გამოვაცადე. არა, მოდი შეცდომები გამოვიტანოთ და ამას მე მოვუბრუნდები რაღაცა მარტივი შეცდომა. ის არ მუშაობს? ეს არ გამორჩილება ჯერჯერობით, მაგრამ რატო არ გამორჩილება ახლა უცხოთ ვერ ხდება. კაი, შეცდომების გამოტანა ხდება შემდეგნაირად. აი აქ ავტომატურად გვაქვს ესეთი errors ცვლადი, რომელიც შეგვიძლია error ხო? ლარაველით შევამოწმოთ, არის თუ არა ცარიელი, აი ესეთი რაღაცა გვინდა. ისევ blade-ის syntax გამოვიყენებთ. ანუ აი ეს errors ცვლადი ავტომატურად მოგდის, როცა ფორმიდან ბრუნდებთ უკან. count ფუნქცია, თვითონ PHP-ის ფუნქცია არის და ვამოწმებთ ესე იგი აი massive-ის ტიპის ცვლადი არის ეს, ვამოწმებთ გვაქვს თუ არა რაიმე შეცდომა, ანუ არაცარიელი ასე ვთქვათ, იქნება იმ შემთხვევაში თუ რაღაც წესი დაიღო ვალიდაციის, ხო? და თუ ერთი ელემენტი მაინც გვაქვს, ეს უკვე bootstrap-ის HTML-ი არის, რომელიც აგენერირებს წითელ ჩარჩოს ჩასმულ დიზაინს და შიგნით რაც წერება, ასე ვთქვათ, წითელ მასში იქნება გამოყოფილად მაჩვენები, ახლა ნახოთ მოდი ეგეთ. მოდი ეს კოდი პირდაპირ წავიღოთ. და აი აქ ქვემოთ ხდება ესეთი რაღაცა, ანუ ზემოთ ზოგადი რაღაც დაიწერება, რომ თქვენ დავუშვათ თქვენ შევსებული ინფორმაცია არასწორია სიტყვაზე და ქვემოთ უკვე ვიყენებთ ისევ blade-ის syntax და უშუალოდ წერთ კონკრეტულ შეცდომას, ანუ რომელი ველის ვალიდაცია შესულდა არასწორად. ამისათვის ისევ აი ამ errors ცვლადიდან ვიძახებთ all methods, რომელიც უკვე PHP-ის massive-ის სახით აღვნიშნებს ინფორმაციებს და თითოეული ეს ელემენტი მოგდის აი ამ ცვლადში და ამ ცვლადის მნიშვნელობას ვეჭდავთ მე აქ. ესე იგი გვჭირდება errors ცვლადი და ამ errors ცვლადიდან მე უშუალოდ სათითაოდ რო ვაჩვენოთ შეტყობინებები აი all methods-ის დამოკიდებულებით. ხო, ეგრე რაღაცა არის აქ. ნახოთ ეს მაინც თუ იმუშავებს. errors ცვლადიც არ მუშაობს. ან კარგი. validator შევგზავნით უკან. Treba ეს direct-ი მუშაობს არასწორად და ერთი და იგივე პრობლემა არის ხა old-ზეც და message-ებზეც, ანუ იქიდან აღარ მოდის ინფორმაცია და რატო არ მოდის, აი იქ არის საკითხი.
აი, მოკლედ ამუშავდა, ესე იგი, აი ეს middleware იქნის რატომღაც პრობლემას. ან middleware-ში შიგნით როგორც routeri. და მაგნიზესაც დავადგენ. ანუ ეხა ერთადერთი რაღაც შევცვალე, უბრალოდ ეს routeri, ეს route ამოვიღე აი middleware-დან. ანუ იდეაში ამ შემთხვევაში CSRF-ისგან დაცვაც არ იმუშავებს, მაგრამ ეგ დიდი პრობლემა არ არის ეხა ამ შემთხვევაში ჩვენთვის. მოდი ესე ვცადოთ. CSRF-ი გლობალურად არის ჩართული. კაი, მოკლედ, ანუ old და error-ების ჩვენება ავამუშავეთ, ესე იგი როგორც იქნა. აქ ჩაწერილი ინფორმაცია მოგდის. აქაც დავუშვათ არასწორად ჩავწეროთ ეს მეილი, მაგალითად საბაჭკას ნიშანიაც ჩაუწეროთ და დასამიტების შემდეგ ეს ინფორმაცია ისევ აქ დარჩა და ტექსტიც გამოდის, რომ იმეილი არის არასწორად შევსებული და კომენტარის ველი არის სავალდებულო, ხო? name-ი სწორად ეწერა და აქ არაფერი აღარ გამოდის. იდეაში ვალიდაციის ნაწილი პრინციპში აქ მეტი არაფერი გვჭირდება. ეხლა ის გადაგჩენია, რომ ეს კომენტარის ჩანაწერი გავაკეთოთ ბაზაში. რაც ხდება შემდეგნაირად. მოდი აქ ესეთ რაღაცას გავაკეთებ. ეხლა აი ამ ფორმიდან ჩვენ გავგზავნოთ article-ის ID-ც, რომელ სტატიაზე ვამატებთ ინფორმაციას და ეს იქნება შემდეგნაირად, ესე იგი დავამატოთ ერთი input-ი, რომლის type-იც იქნება დამალული, იმიტომ რომ ამის რედაქტირება მოხმარებელს არ უნდა შეეძლოს, ავტომატურად შევსებული ველი უნდა იყოს. Name იქნება article ID და value იქნება status ID, რომელიც შეგვიძლია პირდაპირ აიქიდან ავიღოთ article-ის ვადიდან და content-ის მონაცვლად აქ ავიღებთ ID-ს. ეს HTML-ში დაამატებს ერთ დამალულ input field-ს, რომელიც აქ შეგვიძლია ვნახოთ, რომ მართლა დაემატა. აი ეს არის ჩვენი article ID და დინამიურად, ესე იგი, რომელ სტატიის გვერდზეც შევალთ, აქ რა რიცხვს ჩავწერთ, ის რიცხვი ჩაიწერება აი ამ დამალულ input-ში. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ შემდეგ კომენტარის ჩანაწერის გაკეთებისას გავაყოლოთ შესაბამისი სტატიის ID-ს, იმიტომ რომ აქ კომენტარების table-ში გვაქვს article-ის ID-ს. აი ამ article-ის ID. და შეუძლია სხვა ამოვის მოკლედ სამი ჩაწეროს. კი, ეგ შეუძლია, მაგრამ სხვა მესამე სტატიაზე ამოვა. ხო. ეგ ხომ არა, ეგ უსაფრთხოების თემა არ არის, იმიტომ რომ იმ სტატიის გვერდზე ისე შეუძლია შევიდოდა და დაწერდა თუ არა, სხვაგან შევადა შეცვლილზე ეგ დაწერა. ეგ გარი ჰაკი. ეგ დახაკვა არ არის. სერიოზული ჰაკი. სესიას რო გაახო. შედიხარ სხვა სტატიაზე, რეალურად. ხომ არა, არ ვჭირდება რა. უაზრობა გამო. აი გოგოების დაკერვა შეიძლება მას ნახე. ნახე კომენტარს დავწერ, მომ სხვაგან დაიწერა. passwords რო ემატებს რა. types და passwords მოკლედ extra ჩაწერა. ნახე. კინე ფოკუსი. კაი, და ეხლა გვინდა ჩანაწერის გაკეთება კომენტარების table-ში. ხო, ჩვენ კომენტარის შესაბამისი მოდელი გაკეთებული გვაქვს უკვე და ესე იგი ამ მოდელის მიხედვით ჩანაწერის გაკეთება როგორ ხდება, მაგასაც გაგახსენებთ ახლა აქ. უნდა შევქმნათ უბრალოდ აი ამ comment class-ის ობიექტი. ანუ იდეაში აი ეს პირობა არის, როცა უკვე ყველა ვალიდაცია შესრულდა და ჩანაწერი უნდა გავაკეთოთ ბაზაში. ხმი, ესე იგი comments-ლაც, რომელიც არის app comment-ის ტიპის, ანუ აი ამ კლასის ობიექტი უნდა იყოს. მე შემიძლია ესეთი რაღაც გავაკეთო, აი use statement-ი შემოვიტანო ეს კლასი ზემოთ. აი ესეთი რაღაცა დავწერო ზემოთ და ქვემოთ უბრალოდ დავწერ new comments.
new გვაკლია წინ new comments და ესე იგი ეს კომენტარი არის ეს ცვლადი არის უკვე ამ comment class-ის ობიექტი. კი, ეს არის მოდელი, აი ამ comment-ზე არის საუბარი, რომელიც app საქაღალდეში არის პირდაპირ app. და ესე იგი ვაკეთებთ ესეთ რაღაცას. აქ ჩვენ შეგვიძლია რომ დინამიურად მივანიჭოთ იმ სვეტის მნიშვნელობები ამ ცვლადს, რას ვეტევით გვაქვს MySQL-ში, მაგალითად შემიძლია დავწერო რას ვეტევი გვაქვს აქ, article ID გვაქვს, article ID, რომელიც მნიშვნელობა რეალური პირდაპირ request ცვლადიდან შემიძლია ავიღო. article ID კომენტარების თეიბლში გვაქვს კიდე user ID, რომელიც ამ შემთხვევაში იყოს ხელით ჩაწერილი ისე მოდი. კომენტარების თეიბლში გვაქვს ტექსტი ქვია მე მგონი, თუ ყველაფერს ქვია, content-ი გვაქვს, რომელიც ამ შემთხვევაში დინამიურად უნდა ავიღოთ და აქ დავაქვით comment-ი, აი name attribute-ზე საუბარი. კიდე რა გვაქვს აქ? Create date და update date ავტომატურად იწერება და რას ვიძახებთ ახლა კიდე რომ შევინახოთ, ვიძახებთ save methods. და მოდი გადავამისამართოთ ისევ აი ამ აქ ახლა ეს ორი შეგვიძლია რომ გავადინამიუროთ და article ID გავხსნათ. article ID-ზე გადავამისამართოთ. ნახოთ ახლა მოხდება. შევავსებ ყველაფერს სწორად. სიმბოლო ჩავწეროთ. გადმოგამისამართ აქ და ესეც ჩვენი კომენტარია, ავტომატურად დამატებული არის ბოლოში. და ბაზაშიც რა თქმა უნდა, იქ რა ხან ჩანს აუცილებლად ჩანაწერი იქნება. წინაზეც შენ დაამატე, ხო ის კომენტარი? კი, ეს კომენტარი ხელით დავამატე. ბაზიდან დავამატე ხო? კომენტარი დროზე რო ისუწევი. დრო ხო, იმიტომ რომ now უნდა დაწერო, ხო? now და იწერო. ეს არის იდეაში სერვერის დრო რაც არის, ხო, ახლა კომპიუტერის დროს არ ემთხვევა, მაგრამ MySQL-ის პარამეტრები არის გასასწორებელი და ავტომატურად ესეც იმუშავებს. კითხვები? ნინო. რაც კითხვა გქონდა. როგორ გავაკეთოთ ეს? იდეაში ჩვენი პრობლემა რაშიც გავიჭედეთ წეგან იყო რომ აი middleware-ის შიგნით არ მუშაობს. რატომაც აი ეს პრობლემა რაშიც ძალიან შორს თვაგაში. რაღაც არ მუშაობდა, ხო, მაშინ. იდეაში სესიას რო ემუშავა, მაგრამ სესია ამის შემთხვევაში არ გვჭირდება. CSRF ტოკენი ამის გარეთაც მუშაობს, გლობალურად მუშაობს ავტომატურად. ამას თუ ვერ იგებ JavaScript-ი, ამაზე ბევრად და რთულია. ბევრი კომპონენტია კომპოზერის საისა და რომელი შეგვიძლია JavaScript-ში არ არის ეგეთი რაღაცები? დომია რა და ბრაუზერი და აი ანუ მაინც ერთიანი სივრცეა. აი შენ გაერთიანებულ ლექციაზე არ მოხვიდება. იქ უფრო მეტი რაღაცაა დასლაპარაკო. კომპარატივს შენატარებ, ხო იმას? ეს ძალიან მარტივია მასე შედარებით. იქ ესენი არ გაქვს და ამის გაკეთება ხელით გიწევს და კიდე რაღაცა. თან მიდი აბა ვალეტზე გითხარი ეს მოთელისთვის. მაკი ვისაც გაქვს შეიძლება დააყენოთ ვალეტი. აი უყურე. აი გახარ რაღაცა ხო? ხო, ან ვირტუალური სერვერი ხო იყო Homestead-ი. ეხლა ვისაც Windows-ი აქვს შეუძლია დააყენოს Homestead-ი. რატო აქ აი Homestead-ის დაყენება. ვირტუალური სერვერია Linux-ზე ეშვება, ანუ სერვერის იმიტაციას აკეთებს, ანუ რაც რეალურად უნდა ატვირთო და Laravel-ს რაც ჭირდება იმისთვის, რომ კონფიგურაციები და ისინი რაც სამუშაო ჭირდება, ყველაფერი გაწერილი აქვს წინასწარ რა. ანუ ოპერაციული სისტემა არის ოპერაციული. აი ხა მე რომ Mac-ში
თუ იმას ვირტუალური მანქანები გამოგიყენებიათ, მე შემდგომ აქში ჩავწერო VirtualBox-ი, ჩავწერო Windows-ი და გავხსნა Windows-ი და Windows-ით გავგზავნო მუშაობა. იგივე პუნქტია, აქაც უბრალოდ ინტერფეისს არ ვიყენებ და ვიყენებ უბრალოდ ფუნქციონალს Linux-ის რა, სერვერისთვის. და ანუ აქ რო დაწერ შენ დარწმუნებული ხარ რომ არ გაგისხავს კოდი და რაღაცა არ აგერება და მე ამ კონფიგურაციებით სერვერს აწყობ და იქ ვთვითავ ერთ-ერთში იმუშავებს. ამისთვისაა კარგი ჰომსტედი. ცოტა ანუ სამი არ არის საჭირო მასში. ხო, მაგიტო არ არის საჭირო XAMPP-ო, ანუ თვითონ კი, იმიტომ რომ XAMPP-ზე ზოგს 5-4 აქვს, ზოგს რაღაცა აქვს, ზოგს ისა აქვს და ესენი იძახიან რომ რეკომენდირებული არის ლარაველის ბავშვობა 5.5 პლუს, ანუ 5.5-ზე ზევით უნდა იყოს რა, PHP ვერსია. ამიტომ გააკეთეს თავიანთი ისა Linux hosting-ზე ახლა Windows-ზე რომ მუშაობ შენ XAMPP-ს რომ მუშაობ, ფაქტობრივად მუშაობ Windows-ზე. შენი სერვერი არის Windows-ზე. ერთ-ერთი რომ გაიშვას, მაშინ უნდა მოძებნო hosting-ი, რომელიც ხდება Windows-ზე და იმაზე ატვირთო. იმიტომ რომ იქ რაღაც ფაილის სახელის დარქმევაში რაღაცებში არის რა განსხვავებები რა. და მაგიტომ PHP დეველოპერები ან მაგაზე მუშაობენ ხოლმე, მაგრამ მაინც Windows არის ხოლმე რომ ითხოვენ სამსახურში რომ Linux-ზე უნდა იმუშაო რა. რა გაიყოფილა სხვა ლაპარაკობდა შენ. ხო, არის ხოლმე, იმიტომ რომ ერთ-ერთში მოხდეს რასაც აკეთებ იმისას რა. რომ მუშაობ ხო და მაგზე ან ეს ჰომსტედი როგორ რაღაცა იცი? მუშაობას რო იწყებ ამ ვირტუალურ მანქანას კონსოლიდან უშვებ, წერ რომ ჰომსტედ აპ და ვირტუალური მანქანა ერთობა რაღაცა ერთი წუთი უნდა ამის ჩართვას. სამუშაო დღის ბოლოს თიშავ ამ ვირტუალურ მანქანას და მიდიხარ სახლში რა. ხო და შექმნეს ამათმა ვალეტი, ეხა ახალი ის მაგზე მუშაობს. დაახლოებით იგივე რაღაცას აკეთებ. შეიძლება Windows-ს ცოტა ხანში დაყენდეს. არ დაყენებული, ნუ აქ წერია რომ მაგზე არისო რა მარტო. ანუ ეგეთი რაღაცა თითქმის უბრალოდ უფრო მაგარი რაღაცაა. ანუ ვალეტს აყენებ მაგზე. აქ ქმნი მაგალითად ერთ პაპკას აქვთ მაგალითად საიტს. შედიხარ იმ საიტში, ხსნი კონსოლს და ეუბნები რომ ვალეტ შეხედოს ამ პაპკას რა. ეუბნები რომ ყველაფერი ფაილები რა ჩვენ HTTP-ში გვაქვს, ჩაყრილი ეს ჩვენი საიტები იგივე ვარიანტია, შენ საქაღალდეს უთითებ ვალეტზე და ეუბნები რა საიტები შეიქმნება აქ, ეს არის Laravelis ფაილები რა. და პირდაპირ დომეინში წერ, მაგალითად, პაპკას დაარქვი jewlab, ხო? jewlab.dev და დომეინში გეხსნება jewlab.dev რა. სხვა პაპკებიც თუ გაქვს, მაშინ პროსტა წინა სახელს ვცვლი მაგალითად ჩემი პაპკა.dev და ანუ ყველა პროექტი გაქვს ერთ იმაში რა. მაგის გარდა ნუ გაპინგვა შეგიძლია ნახო რა რეკვესტებს ასრულებ, რამდენი წამში სრულდება და ეგეთი რაღაცეები. კიდე შეგიძლია თუ კლიენტი გეუბნება რომ მანახე რა ეტაპზე ხარ რა. წერ კონსოლში wallet რაღაც link და links გიგენერირებს, იმ links აძლევ კლიენტს და ის შემოდის საიტზე რა. ანუ შენი კომპიუტერი ხდება სერვერი. ხო, ანუ შენ ისე კლიენტს ვერ ანახებ, თუ სადაც hosting-ზე არ ატვირთე რა. და გიგენერირებს დროებით იმას რა, რაღაც რენდომად ჯენერირდება რაღაც სერვისს იყენებს რა. და აძლევ კლიენტს ის ნახულობს ყველაფერს შეუძლო ჩემო იმას და გათიშა შენ იმას ცნობა დაეხურება რა. მაგის გარდა კიდევ რა აქვს კარგი. ხო, PHP-ს ვერსია შენ თვითონ აყენებ, გინდა 7.0 დააყენე, გინდა 5.6 გადმოწერდა და ინსტალირდება და database-იც ჩაულებრივად გადმოწერ PHP-MyAdmin არ ექნება, მინდა დააყენებ, მაგრამ მე არც ვიყენებ ხოლმე, აი Navigatia ან SQL Pro არის კიდე მასზე რა ქვია, Mac-ზე თუ იყენებ და ისაც კარგი არის, თან უფასოა. Navigatia ფასიანია, მაგრამ შეიძლება იმიშოვნა, ლიცენზია შევნა, პავლეს აქვს საინსტალაციო თუ იმას დაჭერდება. თან მარტო Laravelis-თვის არ არის, ხო? ხო, მარტო Laravelis-თვის არ არის, მაგრამ ჩამონათვალი არის ბევრი ისა რა ქვია, სხვადასხვა ფრეიმვორკებზე შეიძლება გამოიყენო ეს ახალი ტექნოლოგია რაღაცა და Windows-საც ალბათ გააკეთებენ რა, გადმოვა რა. ანუ თუ არა და Homestead-ი გამოიყენეთ, მაინც აი არა ეგეთი. დასაწყისისთვის საერთოდ შეგიძლია რომ არ ფერდა დასაწყისისთვის თუ გინდა 8%-ს დააყენებ, იმიტომ რომ შეიძლება
ისა. არა, ეგ დასაწყისი პერიოდი კაი ხისტი უნდა ყოფილიყო. იმიტომ რომ რო დაიწყო დაყენებას მე შეიძლება რაღაცა შენ კომპიუტერში ისე არ იყოს როგორც იქ დოკუმენტაციაში წერია და მოგიწევს Google-ში ძებნა რომ ჩემი პრობლემა რა არის და ეგეთ რაღაცები შეიძლება გაიჭედო რა. ხო და ნუ შეიძლება მე იმედი აგიცნობდეს და რაღაც აი რაღაცა დონემდე რომ მიხვალ უკვე რაღაცებს შევ გაერკვევი რა. მე შეგიძლია აყენო. მე გაიჭედები, მაგრამ ნუ უფრო ადვილად გამოძრა. სამშებიდან იმას ვიტყვი რა. სამის სამსაფრთხო შევიდა. ხო. იქიდან დავყენ. რას? იმას ლარავის რა. ლარაველისთვის ის git-ს იყენებთ, git-bash-ი არის Windows-ზე. git-bash-ი წერთ, განუწერილი გაქვს. ანუ ეგ არის command line არის იმის Unix-ის რა. git-bash-ი კი არა. მისთვის არის გეტყვი ამერიკაი. git ეს არის git. და მან რა კომენტებს ჩაწერა და იმას ხო, ანუ უყურე, მაგზე მაგალითად ამის ჩაწერა არ გჭირდება რა, იმიტომ რომ Mac ტერმინალი რაც აქვს, ის ისედაც მუშაობს Unix-ზე და Windows არა აქვს, ახლა Linux-ი და ისა Unix-ზე მუშაობს და Windows რაც აქვს თავისი command line-ი. ანუ ეს აკონვერტირებს Windows-ს გასაგებ ენაზე ხო. ძანებს ხო რასაც ჩაწერა. Windows-ზე რო დააყენებ, ხო. Linux-ისთვის გასაგებ ენაზე. ხო, Linux-ის გასაგებ ენაზე ჩაწერა და ხო. დააგებინოს Windows. კი, მაგის გარეთ ანუ ძალიან დეველოპერები ხშირად იყენებენ ამას. რატო იყენებენ ამას? რომ ბევრი პროგრამა, აი მაგალითად ამაში შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცა გააერთიანო. ხა git-hub-ს მეც იყენებს რა, მაგრამ მე მაგალითად იმ აპლიკაციას არ ვიყენებ რა, source tree-ს არ ვიყენებ რა. და რატო არ ვიყენებ? იმიტომ რომ ცალკე source tree უნდა გავხსნა, ცალკე ის უნდა გავხსნა, ცალკე ეს უნდა გავხსნა, მიხვდი? ხო და ხა რაში მჭირდება გახსნა ტერმინალში პირდაპირ კომანდები ვიცი და კომანდები კი ახლა რამდენიმე ძალება მჭირდება დაკომიტება მჭირდება წერ git commit და უწერ იმას ის მჭირდება იმაში შვები და ანუ იმის გახსნას მირჩენია რომ ეს იმას თქნა სხვადასხვა ბრძანებები რაღაცებს ვაყენებ ყველაფერი აქ მაქვს ის კომპოზერი იქნება თუ source tree როცა მოსახერხებელია ხო, ვიღაცისთვის მოსახერხებელია, მაგრამ მე მაგალითად არ მოწონს რომ ბევრი რაღაცის ამოკეცვა, ისეთ იმდენი რაღაცა მოგახსნილი და ნუ არ მიჭირს არ მაქვს ხა ისეთი ამოცანები რომ source tree გავხსნა რა. ძალიან ჩვეულებრივი ოპერაციები მაქვს გასაკეთებელი GitHub-ზე და სავსებით ვაკეთებ. კონფლიქტიც რო იყოს მაგასაც იმაშვები რა, ვაგვარებ რა. კიდე რა უნდა მეთქვა ისა. თუ არ დაიწყეთ წერა რაღაცის რა, ეხა ანუ კი შიში კი არის მეც ახლა დავიწყე ამის გარჩევა ხარ ერთი კვირაა თუ რაღაცა პროექტი დავიწყე რა მანამდე უბრალოდ წავიკითხე რა ხო და თავიდან რომ წავიკითხე მეც არ მესმოდა მაგრამ აი როცა წერ კონკრეტულად და რაღაცა საკითხში იჭედები და არ გამოგდის ერთი დღე რა შეიძლება ის ვერ გააკეთო მაგრამ იმის პარალელურად იმდენი რაღაცას ისწავლე დოკუმენტაციაში კითხვისგან რა აი რეალურად ძალიან პატარა დოკუმენტაცია ყოფილა არ არის ესეთი დიდი დოკუმენტაცია მე მეგონა რომ ამას რა ეს ხარ გადავიკითხე და ეხლა მე ვიკეთება დავიწყე მივხვდი რომ რაღაცა ნაწილები ვაფშე არ ვიხედები არ მაინტერესებს რაღაცა შუა ნაწილი გამოკლებული მაქვს ერთად სადაც ვკითხულობ კონტროლერი როუტი მოდელი ელეკვანტი და რაღაცა ჰელფერებს ვკითხულობ რა დანარჩენ შუაში ხარ რაღაც ვალიდაციები და რაღაცეებია რა რომელსაც შემდეგ არ გამოვიყენებ და ვაფშე არ ვკითხულობ რა აი ძირითადი რაღაცებს დავამოვარებ რა რაში მეძებნო დოკუმენტაციიდან ვაკეთებ ხა მე ხა რაღაცებს ხა ვფიქრობ ხა იქ იმიტომ რომ ფრეიმვორკია და ხა რაღაცა შენ ლოგიკას ვერ მოიფიქრებ განსაკუთრებულს რა პირდაპირ ანუ ვიცი რომ კონტროლერში მაქვს პრობლემა კონტროლერში უნდა მოვძებნო დოკუმენტაციაში სადღაც ეწერება თუ არა და Google-ში დავსერჩავ ჩემ პრობლემას რეკვესტების დროს მაქვს რეკვესტი ვიცი რა არის რომ რეკვესტი არის ვიღაცა ჩაწერას აკეთებს ვიღაცა gets request აგზავნებს ვიღაცა ეს ყველაფერი მოდის რეკვესტში ეგრევე დავბეჭდა ვარდამპით იქნება თუ დიდი აქვს თავისი ვარდამპი აქვს იმას ლარაველს დიდის წერდა ორჩხილში წერდა თვითონ ძალიან საკაიფოდ გიბეჭდავს ვარდამპის ალტერნატივა არის უფრო კარგი და იმაში ბეჭდამ უყურებ რეკვესტში რა მომდის რა მე ლოგიკულად ხვდები რომ აი ჩემ იმას რაც უნდა გადმოეცო ყოველობ იმას მე გამომაქვს დოკუმენტაციაში ნახულობ რა ისინი საშუალებები აქვს და გამომაქვს იმ საშუალებით რაც რა ფორმითაც ჭირდება რა. ეგეთი ექსპერიმენტები და ეგეთი იმებით ისწავლეთ აი ეს ლექციაზე ყურებით და გადმოწერით აი შანსია და ვერაფერს ვერ ისწავლი რა.